გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 11 საათზე, ახალ ამბებს გიორგი აბაზაძე გაგაცნობთ. სახელმწიფოს აქტიური მუშაობის შედეგად 23 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია. ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის მწარმოებელს პატიმრობა შეეფარდა. 21 თებერვალი ისტორიული თარიღია 1921 წელს ოკუპაციამდე 4 დღით ადრე დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო. დოკუმენტი, რომელიც თავისი დემოკრატიულობით ერთ-ერთი მოწინავე იყო მსოფლიოში, სრულად ასახავდა ქართველი საზოგადოების ევროპულობას. თარიღს სოციალურ ქსელში ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ერთიანობა. ამ თავარ პოსტულატს უსვამს ხაზს ტექსტში პირველი კანონმდებელი. შელვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთი წინადადებით განსაკუთრებული ცხადით ყალიბდება ეროვნული სახელმწიფოებრიობის არსი და ისტორიული ამოცანა. ალბათ არაფერი არ ასახავს ისე მკაფიოდ სახელმწიფოს ისტორიულ გამოცდილებას და მის წინაშე მდგომ ისტორიულ ამოცანას, როგორც მისი კონსტიტუციის პირველი მუხლი. ის მთავარი დებულება, სადაც აისახება თუ რას ეფუძნება ქვეყანა და რა არის მისი არსებობის მთავარი აზრი. ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია სახელმწიფოს საფუძვლად ინსტიტუციურ წესრიგს აყენებს და პირველივე მუხლით კონგრესის საკანონმდებლო ძალაუფლებას განსაზღვრავს. საფრანგეთის კონსტიტუცია აცხადებს, რომ საფრანგეთი არის განუყოფელი, სეკულარული, დემოკრატიული და სოციალური რესპუბლიკა, რითაც რესპუბლიკურ და სამოქალაქო იდენტობას უსვამს ხაზს. გერმანია თავისი მძიმე ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე კონსტიტუციის პირველივე მუხლს იწყებს სიტყვებით: ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მის დაცვას სახელმწიფოს უმთავრეს ვალდებულებად აქცევს. იტალიის კონსტიტუცია კი შრომაზე დაფუძნებულ რესპუბლიკას აცხადებს, რაც სოციალური სახელმწიფოს იდეას გამოხატავს. საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის პირველი მუხლი ასე იწყება: საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო. ამ ერთი წინადადებით განსაკუთრებული სიცხადით ყალიბდება ეროვნული სახელმწიფოებრიობის არსი და ის ისტორიული ამოცანა, რომელიც ქართველი ერის წინაშე საუკუნეების განმავლობაში იდგა: სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაცვა და ეროვნული ერთიანობის შენარჩუნება. სხვადასხვა ქვეყნის კონსტიტუციის პირველ მუხლებში განსხვავებული აქცენტებია: ზოგან ადამიანის უფლებები, ზოგან ხალხის სუვერენიტეტი, ზოგან სოციალური სახელმწიფოს პრინციპები ან ინსტიტუციური მოწყობა. საქართველოს შემთხვევაში კი განმსაზღვრელი სიტყვებია თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ერთიანობა. სამართლებრივ ნორმასთან ერთად ეს არის პოლიტიკური მანიფესტიც, რომელიც ილია ჭავჭავაძემ ყველაზე ხატოვნად გადმოსცა: ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს. ეს იდეა გაგრძელდა და გამყარდა 1995 წლის კონსტიტუციაშიც, რომლის პირველი მუხლი კვლავ სახელმწიფო სუვერენიტეტსა და ერთიანობას ეხება. გილოცავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეს, რომელიც გვახსენებს, რომ სახელმწიფოებრიობა სწორედ სუვერენიტეტიდან იწყება. უახლესი ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს მოსახლეობას ულოცავს საკონსტიტუციო სასამართლოც, როგორც ტექსტში აღნიშნული კონსტიტუცია შექმნეს ქართველმა იურისტებმა და პოლიტიკოსებმა უცხოელთა ჩართულობის გარეშე, რაც თვით შემოქმედების პროცესში ეროვნული სამართლებრივი ინტელექტუალიზმის სიმწიფეზე მეტყველებს. დოკუმენტმა კი მყარი საფუძველი შეუქმნა სახელმწიფოებრივ ცნობიერებასა და აზროვნებას და პოლიტიკური ლეგიტიმაციის უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით გილოცავთ საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს, საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების 105 წლის იუბილეს. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1921 წლის 21 თებერვალს სახელმწიფოებრივი განვითარების უმნიშვნელოვანესი სამართლებრივ პოლიტიკური აქტი, პირველი კონსტიტუცია მიიღო. კონსტიტუცია შექმნეს ქართველმა იურისტებმა და პოლიტიკოსებმა უცხოელთა ჩართულობის გარეშე, რაც საკონსტიტუციო თვითშემოქმედების პროცესში ეროვნული სამართლებრივი ინტელექტუალიზმის სიმწიფეზე მეტყველებს. მიუხედავად იმისა, რომ პირველი კონსტიტუცია არ ამკვიდრებს საკონსტიტუციო კონტროლის არც ერთ მოდელს, ის მკაფიოდ ადგენს კონსტიტუციის უზენაესობის პრინციპს, რაც განპირობებული იყო იმ ეპოქაში აღიარებული დოქტრინით, პარლამენტის უზენაესობის კონცეპტით, რომლის მიხედვით კონსტიტუციის ნორმატიული პრიმატი სასამართლო კონტროლის მექანიზმის გარეშე უნდა არსებულიყო. კონსტიტუციის ამ ნორმას სახელგანთქმულმა გერმანელმა იურისტმა პეტერ ჰებერლემ თავის ერთ-ერთ ნაშრომში სენსაციური დებულება უწოდა. პირველმა კონსტიტუციამ საქართველოს უახლეს ისტორიაში ღირებულებითი ორიენტირისა და პოლიტიკური ლეგიტიმაციის უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. მან მყარი საფუძველი შეუქმნა სახელმწიფოებრივ ცნობიერებასა და აზროვნებას, უწინარეს ყოვლისა კონსტიტუციური კულტურის განვითარებას.
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პერიოდში ყველა ძირითად სამართლებრივ აქტში გაცხადებულია საქართველოს პირველი კონსტიტუციის ღირებულებითი და ნორმატიული მნიშვნელობა. Ამ ყველაფერს განაპირობებდა ის გარემოებაც, რომ ეპოქის კვალობაზე პირველი კონსტიტუციის ტექსტი იყო დახვეწილი, გაჯერებული განმანათლებლებისა და კონსტიტუციონალიზმის იდეებით. აი თვალსაჩინო თანმიმდევრული მაგალითები. საკონსტიტუციო კომისიის შესახებ საქართველოს უზენაესი საბჭოს 1990 წლის 14 ნოემბრის დებულებაში ნათქვამია, რომ მომავალი კონსტიტუცია დაეფუძნებოდა საქართველოს პირველ კონსტიტუციას 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტში პირველ კონსტიტუციაზე აღნიშნულია, რომ ეს კონსტიტუცია დღესაც იურიდიული ძალის მქონეა. სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 6 ნოემბრის კანონის პრეამბულაშივე გაცხადდა, რომ საქართველოს მომავალი კონსტიტუცია დაეფუძნებოდა 1921 წლის კონსტიტუციის დებულებებს. ცოტა მოგვიანებით საქართველოს პარლამენტის 1993 წლის 16 თებერვლის დადგენილებით შეიქმნა 1921 წლის კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემმუშავებელი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელსაც 1993 წლის 25 მარტის დადგენილებით დაევალა 1921 წლის კონსტიტუციის ახალი რედაქციის კონცეფციის წარდგენა. საკონსტიტუციო კომისიის შესახებ 1993 წლის 25 მარტის დებულებით კომისიის ამოცანად განისაზღვრა საქართველოს ისტორიული განვითარების გათვალისწინებით 1921 წლის კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავება. საზოგადოებრივ პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ 1993-1995 წლებში შედგენილი კონსტიტუციის პროექტების უმრავლესობა პრეამბულაშივე აცხადებს, რომ ისინი ემყარებიან 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად დებულებებს, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა ნაწილში. მათ მიერ პროექტის სახით წარმოდგენილი იყო პირველი ქართული კონსტიტუციის მოდიფიცირებული, მისი ახალი ან განახლებული რედაქციები. საბოლოოდ კი 1921 წლის კონსტიტუციამ მისმა პრინციპებმა უმაღლესი გამოხატულება ჰპოვა საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის პრეამბულაში, რითაც დადასტურდა, რომ თანამედროვე ქართული სახელმწიფო საქართველოს პირველი რესპუბლიკის და მისი ძირითადი კანონის კონსტიტუციის სამართალმემკვიდრეა. საქართველოს პირველი კონსტიტუცია ჩვენი საზოგადოების საერთო კუთვნილება გახდა. ის ჩვენი ეროვნული კულტურის ნაწილია. ოპოზიციის მიერ პოლიტპატიმრებად გასაღებული ბრალდებულები ჩადენილ ძალადობას აღიარებენ და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ. 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებულების განცხადებები ქრონიკამ გუშინ მოიპოვა. თემაზე შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში, როგორც ამბობენ. ჩვენებები ადასტურებს, რომ ეს კარგად დაგეგმილი სცენარი იყო, რომელიც სახელმწიფომ თავიდან აირიდა. დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი ვაი წარმომადგენელი მათ სინდისის პატიმრებად იხსენიებდა და თითქოს რაღაცა ცდილობდნენ მათი საქციელის გამართლებას, მაგრამ ჩვენ ახლა ვიხილეთ, რომ თავად აღიარეს ეს დანაშაული, თავად ინანიებენ ისინი ამ ჩადენილი საქციელს, რაც პირდაპირ ცხადყობს იმაზე, რომ ეს კარგად დაგეგმილი, კარგად შემუშავებული სცენარი იყო, რომლის მიზანიც გახდათ სახელმწიფო გადატრიალება, პრეზიდენტის სასახლის აღება და აი ამ ყველაფერმა ამ მათმა ჩვენებებმა ცხადყო, რომ ხელისუფლება რასაც ამბობდა, რასაც ეუბნებოდა ჩვენ საზოგადოებას, იყო სრული სიმართლე. არანაირი სინდისის პატიმრები არ არიან ესენი არიან მხილებულნი სახელმწიფო გადატრიალების ცდილობაში და მონაწილეობაში. კასპიის სოფელ ზადიანთკარის მიმდებარე ტერიტორიაზე 23 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. ასევე საკითხი განხილული იყო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე. მათივე განცხადებით უწყება აქტიურად მუშაობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად. შინაგან საქმეთა მინისტრი სამეგრელოს ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებს შეხვდა. გეკა გელაძე მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა. მინისტრმა ირაკლი ხუბულავას წარმატებული საქმიანობა უსურვა. საპოლიციო უწყების ხელმძღვანელმა პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად შეხვედრა გამართა მესტიის პოლიციის სამმართველოშიც. თანამშრომლებისგან დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა და მათ მიერ განხორციელებული ეფექტიანი საპოლიციო ღონისძიებებისთვის მადლობა გადაუხადა. პატიმრობა შეეფერდა ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება გასაღების ფაქტზე ბრალდებულ ივანე გოგლიძეს.
სხდომაზე დაცვის მხარემ საწარმოს ხელმძღვანელის მიმართ გირაო ბრალდების მხარემ კი პატიმრობა მოითხოვა. ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება გასაღებისთვის დაკავებულ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე სასაზღვრო პოლიცია 380,792 ლარის ღირებულების თევზის კონსერვე მიაწოდა, რომელიც ანტისანიტარულ პირობებში მზადდებოდა და ვარგისიანი არ იყო. პროდუქციის ვარგისიანობასთან დაკავშირებით კითხვები თავდაცვის უწყებაში მალევე გაჩნდა, რის საფუძველზეც პროდუქცია შესაბამის სექტორებს აღარ მიეწოდათ და კვების რაციონში არ გამოყენებულა. არ აღიარებს დანაშაულს, მას წარმოედინეთ ბრალად ედება ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციის წარმოება. დასაბუთება სასამართლოსი ვრცელი ვერ მოვისმინეთ, რამდენიმე წინადადება მოვისმინეთ, რომ ის რისკები, რაც ბრალდების მხარემ განაცხადა, ლოგიკურია და ამიტომ შეუფარდა პატიმრობა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების ხალისშუამდგომლობა და ვინაიდან არსებობდა ბრალდებულ ივანე გოგლიძის მიმალვის მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეები, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა. საქმე შეეხება სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე ხელშეკრულების ფარგლებში შპს ბატონოს დირექტორის მხრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის საკვებად უვარგისი და ფალსიფიცირებული თევზის კონსერვების მიწოდების ფაქტს. საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებთან შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდი შეიქმნა. მზადყოფნის შესაფასებლად საველე სიმულაციური სწავლება გაიმართა, დამუშავდა მასობრივი კატასტროფების პირობები, მათ შორის წყალდიდობა, მიწისძვრა, მეწყერი და ტექნოგენური ავარიები. ისინი საგანგებო სიტუაციებში გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას გაუწევენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გუნდის არსებობა მნიშვნელოვნად აძლიერებს ქვეყნის მზადყოფნას სხვადასხვა ტიპის კრიზისზე ოპერატიული რეაგირებისთვის. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, რა თქმა უნდა, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურმა შეძლო საკუთარი თავი შეეფასებინა, ისე რომ ეპოვა რეალურად ის გამოწვევები, რომელიც არსებობს და როგორ შეიძლება დაწესებულება განვითარებული. ყოველწლიურად და ძალიან ინტენსიურად ეს დაწესებულება ვითარდება და დღეს ძალიან ახლოს არის ეს დაწესებულება იმ მდგომარეობასთან, როდესაც ის აღიარებული იქნება როგორც საერთაშორისო მაღალი სტანდარტის მქონე და მაღალი რეპუტაციის მქონე დაწესებულება. რა თქმა უნდა, ეს ხსნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ამ სამსახურისთვის. გუნდი უზრუნველყოფს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საველე პირობებში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ. საქართველოს ეწვია ჯანმოს ვერიფიკაციის ჯგუფი, რომლებიც შეაფასებენ ჩვენს გუნდს და დაადასტურებენ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას. უკვე 3 წელია, რაც საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდის მენტორი ვარ და ამ პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებოდი, როგორ განვითარდა გუნდი, როგორ მომზადდნენ მისი წევრები და როგორ მოეწყო სრული აღჭურვილობა. დღეს კი ვხედავთ, რომ გუნდი მზად არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდად ოფიციალური ვერიფიკაციისთვის. შეუერთდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჯგუფების საერთაშორისო ქსელს და მონაწილეობა მიიღოს გლობალურ დონეზე ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციაზე რეაგირებაში. განმხურისა და ანაკლიის განახლებული საზღვაო სანაპიროს პროექტზე მუშაობა დაიწყო, რომელიც 8 თვეში უნდა დასრულდეს. განახლდება სარეკრეაციო სივრცე და მოეწყობა მრავალფუნქციური ყველა სეზონზე ხელმისაწვდომი სანაპირო ზოლი. გათვალისწინებული იქნება სივრცეები დასვენებისთვის, სპორტული აქტივობებისა და კულტურული ღონისძიებებისთვის. დაგეგმილია სანაპირო ზოლის რამდენიმე ფუნქციურ ზონად დაყოფა. იგეგმება ღია სცენისა და დეკორატიული ტიპის მოწყობა, განმხურისა და ანაკლის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია. პროექტი მოიცავს განათების, სარწყავი ქსელის, წყალმომარაგების, კანალიზაციის, სადრენაჟე და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების მოწყობას. გათვალისწინებულია ბიომრავალფეროვნების დაცვა. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ესეთი ტერიტორიების, ესეთი ტურისტული პოტენციალის მქონე ტერიტორიების განვითარება მართლაც არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, თან განმუხურს და ანაკლიას დამატებით კიდევ უდიდესი დატვირთვა აქვს ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის და მე იმედი მაქვს, რომ ერთ-ერთ საუკეთესო ტურისტულ არეალს და ტურისტულ ზონას მივიღებთ. ჩვენ ადგილზე პროექტანტთან ერთად განვიხილეთ ის ზონები, რომელიც მან შემოგთავაზა ესკიზური ეტაპისთვის. მიიღო მან გარკვეული რეკომენდაციები, ასევე გაგვაცნო უახლოესი გეგმები, რის მიხედვითაც უკვე პროექტირების ფაზა გაგრძელდება შემდეგ ეტაპზე. განათლების მინისტრმა ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან გამართა შეხვედრა. გივი მიქანაძე მათ ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის ძირითადი კონცეფცია და მის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
იყო საკმაოდ საინტერესო დისკუსია და გამომსვლელებმა, მშობლებმა არაერთხელ დააფიქსირეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან, პირველი პირების მხრიდან მიწოდებული ინფორმაცია. მათ აქვთ კითხვები, რომელზედაც მიიღეს ამომწურავი პასუხები და გამოთქვეს მადლიერება და სრული მხარდაჭერა იმ რეფორმების მიმართ, რომელიც ქვეყნისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის ფუნდამენტური და უმნიშვნელოვანესია. შეხვედრამ გასტანა 2 საათზე მეტი. ანუ ეს თავისთავად მეტყველებს რამხელა ინტერესი არის სასკოლო თუ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით და აი ესეთი შეხვედრები არის სწორედ ის, რითაც უშუალოდ დაინტერესებული პედაგოგი იქნება ეს თუ მშობელი იქნება, იგებს ამ რეფორმის არსს. აფხაზეთის მთავრობის დელეგაცია იტალიაში ვიზიტს განაგრძობს. ოფიციალური შეხვედრების ფარგლებში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე პალერმოს მერს რობერტო ლაგალას შეხვდა. მხარეებმა აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვებისთვის იტალიაში გაწვრითი პროგრამების აღდგენის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი გქონდა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე. პროექტს, როდესაც სიცილიელი ოჯახები მასპინძლობდნენ დევნილ ბავშვებს და ნამდვილად ეს იყო ჩვენი დევნილი საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი და მერი დაგვპირდა, რომ აღნიშნული მიმართულებით შესაძლებელია პროექტის განახლება. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო იტალიურ მხარეს. შეხვედრა იყო ნაყოფიერი და ვფიქრობთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება და განვითარდება. დიდი სიამოვნებით ვუმასპინძლე საქართველოს დელეგაციას, რომელსაც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. გავეცანი ამ რეგიონის აქტუალურ პრობლემებს. ქართველებს დავუდასტურეთ ჩვენი თანადგომა და მეგობრობა. განვიხილეთ არა მარტო კოლაბორაციის, არამედ გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებული საკითხებიც. განსაკუთრებით გვინდა იმედი ჩავუსახოთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. როიტერის ინფორმაციით ამერიკის საზღვაო ფლოტის ყველაზე დიდმა ატომურმა ავიამზიდმა გენერალმა ფორდმა საავიამზიდო დამტმელ ჯგუფთან ერთად გიბრალტარის სრუტე გადაკვეთა და ხმელთაშუა ზღვაში შევიდა. სააგენტო წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ირანზე დარტყმის გეგმები შეიმუშავეს, თუკი პრეზიდენტი ტრამპი ბრძანებას გასცემს. დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ირანზე შეზღუდული სამხედრო დარტყმის განხორციელების შესაძლებლობას განიხილავს. მისი თქმით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ირანზე ზეწოლას, რათა ქვეყანა ახალ შეთანხმებაზე დაითანხმოს. ამასთან ტრამპმა თანაგრძნობა გამოხატა ირანელი ხალხის მიმართ, რომლებიც მისი სიტყვებით მოქმედი ლიდერების პირობებში ჯოჯოხეთში ცხოვრობენ. მათთვის უმჯობესი იქნება სამართლიანი შეთანხმების გაფორმება, მოლაპარაკების წარმოება. იცით, ირანელი ხალხი ძალიან განსხვავდება ირანის ლიდერებისგან და ეს ძალიან სამწუხარო სიტუაციაა. მე თანავ ვგრძნობ ირანის მოსახლეობას, ისინი ჯოჯოხეთში ცხოვრობენ. შეერთებული შტატების მხრიდან ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მზადების ფონზე ირანის შესაძლო ბირთვული შეთანხმების პროექტის მზადების შესახებ იუწყება, რომელიც 2-3 დღეში იქნება მზად. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა. ისლამური რესპუბლიკის მთავარი დიპლომატის განცხადებით, ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზე შეერთებულ შტატებს უკრაინის ნულოვანი გამდიდრება არ მოუთხოვია და დისკუსიები იმ ზომებზე იყო ფოკუსირებული, რომლებაც შესაძლოა ვაშინგტონს დაუმტკიცოს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვისაა განკუთვნილი. აბას არაღჩის თქმით, ორივე მხარემ მიაღწია სახელმძღვანელო პრინციპების ერთობლიობაზე ზოგად შეთანხმებას, რომელიც საფუძვლად დაედება პოტენციური შეთანხმების ტექსტზე მუშაობის დაწყებას. უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობით კრედიტის გამოყოფა დაბლოკა. ბუდაპეშტმა უარი თქვა ევროპარლამენტის მიერ უკვე დამტკიცებული 3-დან ერთ-ერთი დოკუმენტისთვის მხარი დაეჭირა, რომელიც ახლა ევროკავშირის საბჭოში ფინალურ ეტაპზეა და რომლის ძალაში შესასვლელად ევროკავშირის საბჭოს ყველა წევრის თანხმობაა საჭირო. აღსანიშნავია, რომ უნგრეთს მილსადენ დრუჟბის საშუალებით რუსული ნავთობის ტრანზიტის აღდგენას სურს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უკრაინისთვის თანხების დაბლოკვით იმუქრება. ტრამპი ევროპას ისევ აკრიტიკებს. მისი განცხადებით, ევროპა უნდა კონსმუეგოს, რადგან ამოუცნობი გახდა. თუმცა ისიც აღნიშნა, რომ მისი კრიტიკა არ ეხება უნგრეთს, პოლონეთს, ჩეხეთსა და სლოვაკეთს, რადგანაც ისინი დანარჩენი ევროპისგან განსხვავებით საპირისპირო გზით წავიდნენ. ევროპის დამღუპელ ფაქტორებად ტრამპმა ენერგია და მიგრაცია დაასახელა. ევროპა ვოუქ გახდა, ის ამოუცნობია, თუმცა არის გამონაკლისი. შეხედეთ უნგრეთს, შეხედეთ პოლონეთს, ჩეხეთს, სლოვაკეთს. არის ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც სრული
სრულიად საპირისპირო გზით წავიდა, მაგრამ ევროპა ძლიერი უნდა იყოს. ისინი კი ამოუცნობები გახდნენ. გარემოს დამცველებმა ხელში ჩაიგდეს ყველაფერი. აქვთ ქარის ცისქვილები, რომლებიც ანადგურებს მათ მინდვრებს, მათ მშვენიერ მდელოებსა და ოკეანეებს და ახლა ამაში დიდ ფულს იხდიან. ახლა ევროპა უნდა გონს მოეგოს. ევროპას ორი რამ კლავს: ენერგია და მიგრაცია. მიგრაცია, მიგრანტებისგან მომავალი საფრთხეები და კორუფციული ხელისუფლება, რომელიც ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავს. ამ პრობლემებს მიუძღვნა თავისი პოდკასტი დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა. ლის ტრასი მიგრანტების მხრიდან ათასობით ბრიტანელი გოგონას გაუპატიურების ფაქტებს შეეხო და აღნიშნა, რომ დანაშაულების უმეტესობა არ არის გამოძიებული, მეტიც ასეთი ფაქტების უმეტესობა მიჩქმალულია. 40 წლის განმავლობაში პაკისტანური ბანდების მიერ 10,000-ობით ბრიტანელი ბერი ანდრიას დაბადების დღეს მიეძღვნა ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო ბედნიერ სახლში. წარმოადგინეს მცირე დადგმა ლურჯი ფრინველი, რომელშიც გამოყენებული იყო ამონარიდები ბერი ანდრიას ბავშვობის დროინდელი ჩანახატების კრებულიდან სიკეთის საგალობელი. ბერი ანდრიას სახელობის სათნოების სავანეში ყოველწლიურად აღინიშნება ბერი ანდრიას დაბადების დღე. აქ უდიდესი სიყვარულით ხდება განსაკუთრებული დაავადების მქონე ბავშვებზე, როგორც სულიერი, ისე სამედიცინო მსურველობა, თანადგომა და აი ამ ყველაფრის დამფუძნებელი უწმინდესისა და უნიტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ბრძანდება თავად ბერი ანდრია, რომელმაც თავად გამოსცადა ეს მძიმე დაავადება და იგი რწმენით და სიყვარულით დაამარცხა და აი მისი ერთგვარი მოწოდებაა, რომ ამ დაავადებით მქონე ბავშვებს გაეწიოს ყველანაირი თანადგომა. დღეს 32 წლის გახდებოდა მამა ანდრია და ვიცადეთ, რომ სტუმრებისთვის წარმოგვეჩინა კიდევ ერთხელ ფონდის საქმიანობა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი სტუმრები გვყავდნენ, მამები, რომლებიც ლოცულობენ ჩემი შვილებისათვის და ყველაზე ისეთი ალბათ დასამახსოვრებელი ამ საღამოდან იქნება ის, რომ ჩემი გამოჯამრთელებული შვილებმა წარუდგინეს მამა ანდრიას ჩანახატების მიხედვით პატარა სპექტაკლი. იმედზე დებატები გრძელდება. დღეს ღია ეთერის თემა გამჭვირვალობის პოლიტიკა იქნება. ვის უქმნის პრობლემას ფინანსების საჯაროობა. ოპონენტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი დაუპირისპირდებიან. ქრონიკა 11 საათზე კი ამით დასრულებული. ახალი ამბებით ეთერში ზუსტად 14 საათზე უბრუნდებით. დროებით.